გამარჯობა, მე ვარ მარიკო და დღეს ვაპირებ რომ გასწავლოთ ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო და საყვარელი სიმღერა. სიმღერის დაკვრა. ნახოთ როგორ გამომივა. აი ეს არის ჩვეულებრივი 6-სიმიანი გიტარა. როგორც ეთით სიმებს ვითვლით ქვემოდან, ანუ ეს არის პირველი სიმი, პირველი, მეორე, მესამე და ასე მე-6. ეს არის გრიფი, ეს ჯოხი. ეს არის კორპუსი. და ვითვლით ასე. ეს რკინები გახლავთ ლადები. აი შესაბამისად აი ამ ლადში უნდა ავიღოთ სიმი. მაგალითად ვთქვი, რომ უნდა ავიღოთ მესამე ლადის მე-6 სიმი. აი ეს იქნება მესამე ლადი, პირველი, მეორე, მესამე, ეს არის მე-6 სიმი. ეს არის პირველი ლადის მეორე სიმი და ასე შემდეგ. დავიწყოთ. პირველი აკორდი, რომელსაც ვისწავლით, ეს არის სოლ მაჟორი, იგივე G. და ვიღებთ ესე. საჩვენებელი თითი, შუა თითი და ნეკა თითი. შუა თითს ვდებთ მესამე ლადის მე-6 სიმზე. საჩვენებელ თითს ვდებთ მეორე ლადის მე-5 სიმზე და ნეკა თითს ვდებთ მესამე ლადის პირველ სიმზე. აი ამას ცოტა ჩავწერ, აი ესე რომ დაინახოთ. კაი, მოდი ჯერ ნეკით დავიწყოთ. ჯერ დავდოთ ნეკა მესამე ლადის პირველ სიმზე. მერე დავდოთ შუა თითი მესამე ლადის მე-6 სიმზე და შემდეგ დავდოთ მეორე ლადის მე-5 სიმზე საჩვენებელი. და უნდა ჩამოვუსვათ მე-6 სიმი. წერა თითი. აი 6 სიმი რო დავკრათ. ფრჩხილებზე რაც შეეხება, იცოდეთ რომ მე მარცხენა ხელზე არ გჭირდებათ ზოგადად ფრჩხილები, იმიტომ რომ ხელს შეგიშლით დაკვრაში და ჯობია რომ საერთოდ მოიჭრათ, ფრჩხილები არ არის საჭირო. მარჯვენა ხელს რაც შეეხება, ვინც მე მარჯვენეები ხართ, რა თქმა უნდა. შეესადეთ რომ როდესაც ფრჩხილს მოიჭრეთ, აი ეს მხარე, აი ეს კუთხე იყოს ცოტა უფრო დიდი და ეს იყოს უფრო მოკლებული. რომ კარგად გამოედოს სიმს. აი, დავიწყოთ. ნიკა, შუა, საჩვენებელი. აი ასეთი ხმა უნდა ისმოდეს თქვენთან. გიტარის აწყობას რაც შეეხება, შეგიძლიათ ჩვეულებრივად გამოიყენოთ ტუნერი. პირველი სიმი აუცილებლად უნდა იყოს მი. მეორე სიმი აუცილებლად უნდა იყოს სი. ბ ეწერება აუცილებლად H. მესამე სიმი აუცილებლად უნდა იყოს სოლ. მეოთხე სიმი ღია უნდა იყოს აუცილებლად რე. მეხუთე სიმი აუცილებლად უნდა იყოს ლა. და მე-6 სიმიც უნდა იყოს მი. აი, დავიწყოთ. დავიწყოთ არპეჯიოებით. ხო, რაც შეეხება წერათით, შეეცადეთ რომ წერათითი არ გამოჩნდეს, უნდა იყოს აი ამ გრიფის აი აქ შუაში, სადღაც აი ეს. აი აქ. აი ეს უნდა დავკრათ. და შეეცადეთ რომ ესეც სადღაც ფეხზე დაიდოთ. მაგალითად ესე მე სამწუხაროდ ცოტა წონა მაქვს შედარებით დიდი და ამას ვერ ვახერხებ. იმიტომ შედარებით ესე დავიდე. ესე სწორად უნდა დავიჭიროთ. ეს. დავიწყოთ არპეჯიოებით. გამოგარი? ვართ ამას მე-6-დან, მე-6 სიმიდან ჩავიდა პირდაპირ მე-5-ში. ანუ დავუგრავ, მაგრამ ესე კი არ გავაკეთებ, ანუ გავიღებ, მაგრამ მე-5-ზე ჩავალ. აი ესე. ახლა გამოვკრათ მესამე სიმი, მეორე, მე-6, პირველი. მესამე სიმი, მეორე, პირველი. მეორე, მესამე. გახსოვდეთ, რომ ძალიან კარგად უნდა დააჭიროთ სიმებს, იმისათვის რომ ჟღერადობა გქონდეს კარგი და თუ ახალი დამწყები ხართ გიტარის დაკვრის, იცოდეთ, რომ თავიდან აი ასე დაგეჭრებათ, ცოტა დაგესერებათ თითები, მაგრამ მე საშიში არ არის. ეგ თქვენთვის არის უკეთესი, იმისათვის რომ მე თითის ბალიშები მიგეჭვიოთ. ზოგადად ყველა ინსტრუმენტზე ესეა თავიდან ცოტა გეტკინებათ, მაგრამ როდესაც ხელი მიგეჭვევათ, მე იმდენად აღარ გეტკინებათ. ოდნავ დისკომფორტი იქნება უბრალოდ.
გადავიდეთ მეორე აკორდზე. ავიღოთ ეს თითები, საჩვენებელიდან ნიკა. აი ეს შუა თითი ჩამოვიტანოთ 1 სიმით ქვემოთ და გავწიოთ 1 სიმით მარცხნივ. ანუ მეორე ლადში გადავიდეთ. აი ასე და ქვემოთ დავუდოთ არა თითი. 1 სიმით ქვემოთ. აი ასე. ანუ შუა თითს ვდებთ აქ. მეორე ლადის მეხუთე სიმზე და არა თითს ვდებთ მეორე ლადის მეოთხე სიმზე. და ზუსტად იგივე გავაკეთოთ მარჯვენა ხელში. ავიღოთ მე-6-დან და ჩავიდეთ მე-5-ში. მესამე. თავიდან დავიწყოთ მე-6-დან. ეს თითები ჩავიტანეთ. ეხლა კიდე ეს ორი თითი ჩავიტანოთ 1 ზემით ქვემოთ, აი აქ. ახლა გქონდა მე-5-ში და მე-4-ში. ეხლა ჩავიტანოთ მე-4-ში და მე-3-ში. აი ესე. და ამ შემთხვევაში აი ეს საჩვენებელი დავდოთ პირველი ლადის მეორე სიმზე. აი აქ. ეს არის უკვე ლა მინორი, ამიტომ მე-6-დან კი აღარ ჩავდივართ, ჩავდივართ მე-5-დან მე-4-ში. და იგივეს ვაკეთებთ. დავიწყოთ ისევ სოლიდან. დავდოთ ნიკა, აქ დავდოთ შუა თითი. აქ დავდოთ საჩვენებელი და დავიწყოთ მე-6-დან. ავიღოთ თითები, გადავდივართ მე მინორზე, მე-5 და მე-4. ჩავდივართ ისევ ქვემოთ 1 სიმით და ვსვდეთ აი აქ. და ლადან ჩავდივართ აქ, ანუ მე-5-დან. უნდა ავიღოთ რე მაჟორი. ავიღოთ თლიანად 4-ვე თითს. საჩვენებელი თითი დავდოთ მეორე ლადის მესამე სიმზე. შუა თითი დავდოთ მეორე ლადის პირველ სიმზე. ანუ ჯერ შუა თითი დავდოთ, მერე საჩვენებელი. აი აქ მესამეზე. და არა თითი დავდოთ მესამე ლადის მეორე სიმზე. ანუ ასეთი გამოგვივა. შუა. და ამას იგი აკა ამას ვერსად ვერ ჩავიყვანთ, ამიტომ ეს უნდა გამოვკრათ წერა თითით. და შემდეგ ისე უნდა ავიღოთ სოლ მაჟორი, ანუ ამას ვდებთ აი აქ და აი ასე ვიღებთ. კარგი. მოდი ახლა როგორც სიმღერა ისე გავაკეთოთ, ხო? სოლიდან დავიწყოთ ბეტა. ეს შეიძლება დაგეღალოთ თავიდან, სახელი არ არის მიჩვეული. იმიტომ რომ მაინც დაძაბული იქნებით, მაგრამ ყველანაირად შეიცადეთ, რომ მოეშვოთ ხელი ესეთი დაჭიმული არ უნდა იყოს ზოგადად, აი ესე. უნდა ჩამოგიდოთ. ბოც მეც გამოცდილება მაქვს და ვიცი რომ თავიდან ცოტა დაგეჭიმებთ რომ მიუჩვეველია ხელი. ხა მე დიდი ხანი არ დამიკრავს და ამიტომ მაქვს ეს ხელი. აი ეს ჩამოგიდეთ ჩაობრივად აი ეს. დაიჭირეთ ესე. ჩაიხუტეთ. მოდიოთ ავიღოთ. ნიკა, შუა. აი ეს არა თითი. დავიდე. ხა მიზეთ გადავიდეთ. სიმღერა გამოგვივა. მოდი ბარემ სოლ სეპტიც ვისწავლოთ, ხო? ეს სოლ სეპტი ბევრს უფრო განსხვავებულია. ავიღოთ ესე, არა თითი. აი დავდოთ მესამე ლადის მე-6 სიმზე. შუა თითი დავდოთ მეორე ლადის მე-4 სიმზე და
საჩვენებელი დავდოთ პირველი ლადის პირველ სიმზე. აი ასეთი აკორდი გამოგვივა. კარგი. ხა მოდით ცოტა წავიმყებთ, ხო? მი მინორი. უფრო რომ გაგაგებინოთ, ეს აკორდები ისე უნდა დაუკრათ, რომ აი ეს წერა თითი ისევ აი აქ ერთ და იგივე ადგილას იყოს. ანუ ამით აკონტროლებთ თქვენ თითებს. ამისთვის არის კარგი, რომ ასე უფრო სწრაფად მოვასწროთ, ასე ვთქვათ, დაკვრა. მოდი შეგახედებთ, აი ზურგიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი. შემოტრიალდები. მოგეთ? აი ბატონო, მოდი ახლა ცოტა ხანი მივღეროთ და ცოტა ავაჩქაროთ. თუგი გესისფრები, თუგი გელანდები, თუგი გენატრება ჩემი ხმა. რადო გამირგვიხარ ამის ცოტა მხიარული და აჩქარებული ვერსიაც არსებობს, თუმცა მეც კლასიკურად მირჩევია, მაგრამ შეგვიძლია ცოტა ავაჩქაროთ. აი ესე. ეხლა მოდი ვისწავლოთ ცოტა ჩამოსმა. აი ეს დავადოთ ყველა სიმს ერთად, ხმა არ გვჭირდება. და ოთხივე ერთად. ფრჩხილები აუცილებელია. მოდი სოლ მაჟორში ავიღოთ და ვნახოთ როგორ ისმის. აი, სოლ მაჟორი ავიღოთ. და როგორ ვაკეთებ ამას? წერით ჩავდივარ და საჩვენებელს ვუკრავ. ნახეთ, მარტო საჩვენებელს. თითები უნდა გავასწორო. მუჭი უნდა შევკრა უცილოდ. ავაჩქართ. თუგი გესისფრები, თუგი გელანდები,
მე მაინც გიჩვენებთ, რომ ეს სიმღერა კლასიკურად დაუკრათ, იმიტომ რომ უფრო ლამაზია. აჩქარება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ესე მუდმივად რო აჩქაროთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ხელები გაგიფუჭდებათ და თუ მაგალითად მოგინდებათ ესეთ სიმღერის დაკვრა, სიმღერა, რომელიც არპეჯიოებით იკვრება და ბევრი უფრო ლამაზია, გაგიჭირდებათ და სულ ეს სიჩქარე მოგინდებათ. ამიტომ ჯობია, რომ ჯერ კლასიკურად მიყვათ, ყველაფერი ნელა დაუკრათ, არსად არ გეჩქარებათ, მერწმუნეთ. იმიტომ რომ თავიდან სწრაფად თუ ისწავლეთ, ფაქტიურად დაიკარგება ყველაფერი, ამიტომ ყველაფერი ისწავლეთ ნელა. ნელა დაუკარით. ხშირად თითები მიეჩვიოს, მარცხენაც და მარჯვენაც. შეგიძლიათ პირდაპირ ერთი კონკრეტული აკორდი 10 ჯერ დაუკაროთ, მაგალითად სოლო. ცოტა უფრო ნელა. შეიძლება სწრაფად გადასვლას, მე მიჩვეული ვარ, რომ დიდი ხანია ვუკრავ და შესაბამისად ჩემთვის უფრო მარტივია მსგავსი რაღაცები, ამიტომ შევეცადეთ, რომ თუნდაც მხოლოდ მარტო მარცხენა ხელით იმუშაოთ. გააკეთეთ ესე. იცოდეთ, რომ ამ ყველაფერს ცერათით დაკონტროლებთ ზურგიდან. ამიტომ დაიჭერეთ ესე, მერე ესე, მერე ესე, მერე ესე. ხო? ესე, ესე, ეს. მერე აქედან ქვემოთ. ესე. ესე, მერე, ესე. ამის ყველაფერი როგორც გითხარით, ცოტა რთულია, ამიტომ ნელ-ნელა გააკეთეთ ყველაფერი და მე როდესაც უკვე ნელა მოჯდება, ხელები გაგივარჯიშდებათ, მერე ცოტა ტემპს მოუწიეთ. ცოტა, ნელ-ნელა და მე როდესაც თქვენი სხეული დაიმახსოვრებს, რომელი აკორდის მერე რა მოდის, მე უფრო გაგიადვილდებათ, იმიტომ რომ სხეულს აქვს მაგალითად ამის უნარი, რომ დაიმახსოვროს ეს ყველაფერი. მხოლოდ გონებას კი არა, თვითონ ხელი, ანუ ავტომატურად თვითონ გადავა, ასე შემდეგ, როდესაც უკვე მიეჩვევით. ეს ნელ-ნელა ივლის. მერწმუნეთ გამოცდილება მაქვს ამის. ასევე ძალიან კარგი იქნება თუ გამოიყენებთ ვიზუალურ მეხსიერებასაც, ამ გულისხმობ იმას, რომ გიტარაზე როცა დაუკრავთ, დააკვირდით კარგად აკორდებს და ესე უყურეთ, ამის შემდეგ ეს. მერე უკვე აღარ დაგჭირდებათ საერთოდ ყურება, ავტომატურად დაუკრავთ. თვითონ თქვენი გონებაც მიეჩვევა, ხელიც მიეჩვევა და ასე შემდეგ. თან გაგივარჯიშდებათ. ასევე რა თქმა უნდა არსებობს ძალიან ბევრი სავარჯიშო. აი მაგალითად რომ გაგივარჯიშდეთ თითები. ეს. ზენალა ჩაიტანოთ და ბევრი სავარჯიშო არსებობს, ამ შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ. ამ სიმღერას რამდენად შეხვდებით, არ შეიძლება ეს სიმღერაც შევიდეს, მაგრამ საერთოდ რო იცოდეთ, ზოგადად სწავლა და ცოდნა მოდის პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან. ამიტომ ესე უბრალოდ არავინ არ დაიჯერეთ, რომ 1 საათში ისწავლით რამე სიმღერას. 1 საათში ისწავლეთ, თუ 1 საათი აი ესე იმუშავებთ ერთ და იგივე რაღაცას მუდმივად, რომ მე ეს ყველაფერი გადავიდეს ავტომატურად თქვენს გონებაში, თქვენს სხეულთან და ასე შემდეგ. წარმატებით.